ეს ფაზლები მაქვს ჩამოტანილი დრეზდენიდან ძალიან ბევრი წლის წინ და მე აქ ვიმუშავე ქეთმეტაბელის ერთ-ერთ პროექტზე და მე ეხა ვიპოვე და გადავაკეთე. მოკლედ ეს არის დაშლილი პეიზაჟები, ესე ქვია. თბილისის პეიზაჟები, ოღონდ ძალიან ისე არ იკითხება და არც მინდოდა რომ იკითხებოდეს. ესენი იქნება ესე კედლის ობიექტები მე. ეს მომეწონა ძალიან. ხა ამათგან ყველაზე მეტად ეს მომწონს და ნუ ფაქტიურად გავადიდო რა აი ამ ტილოზე. ამ ნამუშევარს ქვია დადებითი რიცხვები და ამ კონკრეტულად ახლა ამ ნამუშევრის ინსპირაცია იყო ძველი ვაგონების სატვირთო. აი გორის სადგურზე დიდი ხანია ყოფილა და მატარებით არ მგზავრია და რაღაცნაირი ნოსტალგია წარმოიღო ამ ფერადმა შეღებილმა ვაგონებმა. და მე ნუ ესეთი ვიზუალი გაჩნდა აქ უკვე. ეს არის ახალი უკვე გორში არის შესრულებული. უბრალოდ რიცხვებია, მაგრამ ზოგადად ასემიური დამწერლობა არის ჩემთვის ძალიან საინტერესო. ანუ ასემიური დამწერლობა ნიშნავს დამწერლობა შინაარსის გარეშე. ანუ კონკრეტული შინაარსის გარეშე და ეს შეიძლება იყოს ასოები, შეიძლება იყოს რიტმები, რაღაცნაირი ჩანართები, წერტილები. აქაც ესე ფერი მაქვს შეტანილი. ანუ ფერს ვეპარები ხოლმე რა. თორე ძირითადად აი ჩავთან მაქვს ძალიან სპეციფიური ესეთი დამოკიდებულება მაქვს, აი ძალიან ფილოსოფიურია ჩემთვის და ძალიან ბევრი საშუალებას მაძლევს. ვიждები შავზე და რატომღაც მე მგონია ხა არ ვიცი მნახველისთვის როგორ აღიქმება, მაგრამ საერთოდ არ მიმაჩნია რომ დრამატულია, ან რაღაცა უარყოფით თან ასოცირდება და პირიქით ისეთ ბედნიერად თავს შავში რომ მუშაობ. ესეც ამ ძველი ბუხრის მოგონებების სერიიდან არის ორმხრივი სიყვარული. ანუ ოღონდ პირდაპირ მნიშვნელობით რა ეს გულები. ერთი წაღმა მეორე უყურმა. და ნო ტექსტები მაქვს ხოლმე ძირითადად დაშიფრული და ეს ტექსტები არის სხვადასხვა წყაროები და სალმუნებია ხშირ შემთხვევაში. ძველი ხელნაწერები და მოკლედ ბევრი რაღაც რა. ეს არის გამოფენა მქონდა რამდენიმე წლის უკან, რომელსაც ერქვა ქარვა ჩემს თვალებში. ანუ ეს არის ბალტიისპირეთის ინსპირაცია, იმათი დიუნები, ერთი ულამაზესი ადგილი არსებობს ნიდა. და იქ არის მოკლედ ლაგუნა, ზღვა, ტყე, დიუნები და ქარვა. ვიყიდე ქარვის საპონი და ხელი მოვისვი და თვალში ჩამივარ და ქარვის ნატეხი და აქედან გავაკეთე ეს სერია და ერქვა ქარვა ჩემს თვალებში.